ყველა ქვეყანას პატივს ვცემ, სადაც ისხმება ყავის აპარატებიდან პატარა სოფლებში. სადაც არის ყავის აპარატები, სადაც ხურდებით შეგიძლიათ ალიო შვენიერი ყავა. ეგრევე პატივი. პატივს ვცემ სომხეთო. შნორჰაგალუთიონ. ხსენეს, რომ კაი ჟიგულს 0,7 სიმიორკასო ეს $2500 იყიდი გაყიდიო. მეთქი საღო, იმიტომ რომ ძალიან კაი ფასია, ანუ ძვირია რა. ანუ რაღაცა პეცი აქვს ამდენი ჟიგულების და ლადების ყურებას რა. თავის პეცი. მოწესრიგებული სუფთა რო არის ყველა რა. დიდი მადლობა ყავის ღმერთებს რო ყავა შექმნეს. სელის გამოგ. აი. არაფერი არ ხდება გარშემო, არა? დგას ყავის აპარატი. ავტოსტოპს ახალს რო ვუქნებ ხალხს. ყველა როგორ მისვას მეუბნება, ვერაო. ციგ რაღაცა აი ურთიერთ გაგება, აი შენ მეუბნები, რომ აი ვერა, ის კი არა რომ არ მეუბნები, რომ აი საზოგადოებაში პოლიციას დაუქნია ხელი რომ გამიყოლოს და სიგნალიზაცია ჩამირთო და წავიდა. Баревзес, агарак. О, спасибо, мерси. Веранда. Открыта, да, граница? Я на мотоцикле, туда очень трудно завести мотоциклет, потому что надо заплатить много денег. Они боятся, что ты там продажешь. Да. Так что решил на 3 дня зайти просто, пойти в Табриз и потом обратно. Просто гулять, что ли? Просто гулять. Я из Грузии. Я первый раз в Армении. Да. Первый раз в Армении, красота, я в шоке. И решил в Иран тоже перейти, потому что я здесь. А вы откуда? Агарака. Это уже иранская граница. Там уже Иран, да? Там уже Иран. Да. Через этот забор уже Иран. А, вот забор. Спасибо, до свидания. საზღვარი ძალიან მალე გადმოკვეთე და მაგის მერე მქონდა მოლაპარაკებები 30 წუთიანი ძმასთან. რამდენი ფულს მოსცემს ჩემი სომხური ფულის სანაცვლოდ. მეხმარებოდა რომ გავერკვიო რაღაცეებში და შევთანხმდით და მივყავარეთ ტაბრისში. სადაც მივდივარ წამიყვანოს, ფულსაც დამიხურდა, რომ ფულს გადავხდი. ჯიგარიზმა მართლა ერთი 30 წუთზე მეტი ბაზრობდით და მოთმინებით და შვიდად, ამიხსნა ყველაფერი და მივდივართ რა. დამაბნეველია ძალიან აქ ფული. დაიწყო თუსა, დაიწყო. იმაი მე რა იდეალური მუსიკა ჩამირთო, რომ მუსიკის დადება არ მომიწიოს ირანში შემოსვლის იმაზე კადრებზე რა, იმენა და ჩამირთო ეგრევე. სხვადასხვა იქ რო ვიჯექი სათბურთო მანქანაში. ის გზა არის ტრამპის კორიდორი, ზანზეგურის კორიდორი რა.
აზერბაიჯანის მარცხენა და მარჯვენა ტერიტორიებს შორის უნდათ რომ გააკეთონ სომხეთის გავლით სატრანზიტო კორიდორი რა. ტრამპის კორიდორი გავიარეთ მე. მაგრამ ასწავლებს რომ გარეგნულად ჯდები აქავრობაში. ეხა სკანდინავიელი რო ვიყო თეთრი ძალიან, ეგრევე ყველა მოგაყლევდებოდა და ეხა კაციშვილი არ მიყურებს ზედ. ვაფშე რა მოხდება? ვაკავრიალა. Begonnen, man benzin de çe. ანუ ძმამ ეხა ჩაასხა 30 ლიტრა საწვავი და 30 ლიტრა საწვავში გადაიხადა 9 მილიონი რეალი, რაც არის თითქმის $1. 30 ლიტრა საწვავში გადაიხადა 2 ლარ ნახევარი. 2 ლარ ნახევარი. 2 ლარ ნახევარი. იასნა ფასებში დამაყლევა ცოტა, მაგრამ ზატო Coca-Cola machuca. Ay samanı da zova. En çaklı. Yes, çıkım gezisi de var, bu çıkıyorsun. ჩამოვედით და უკეთესი ბლოგერი უნდა ვიყო რა, უნდა ვიღებდი როგორ გადმოვედი მანქანიდან რაღაცა, მაგრამ გოინი ვარ ძმაო, გოინი. Папачему, чему суваться? Oh, Amin? Yes. Hello. How are you? Georgi. Very nice. It's better. Okay. Thank you. How are you? How are you? I'm good. Thank you. Time, ლამაზი ადგილია. ხო და ანუ ფულის გადასვლა გადმოსვლა მთელი ტრიპი იყო რა. ეხლა ვერ აღვწერ, მაგრამ მთელი ტრიპი იყო. მაგრამ უკვე ზეპირად ვიცი, დოლარი დინარის კონვერტაციის რეიტი $1 არის 1,91,000 რეალი, 1 სომხური დრამი არის 2,820 რეალი. მათემატიკა, არითმეტიკაში დავიხვეწე ძალიან ბოლო ნახევარ საათში. European toilet, like a seat. Okay. This is our lobby. Very beautiful. With this door, you can go to the balcony and the garden and come back. For interior, you can use. Balcony and garden. Okay. And this is yours. Okay. Thank you so much. Very beautiful. პაწუկ ოთახში ვიხდი $15 ღამეში. მოიცან საყვარელი ადგილია. სულ ეს არის ჩემი ბარგი და მაგამ ისწავლა. აი ხა ხელში მიჭირავს $50 და ანუ ეს როგორ უნდა ჩავიდო საფულეში, ანუ პარკით უნდა ვატარო ფული, თუ რა ბაზარი. იონერი ვარ ბიჭო, ქეში ცვივა. ამდენი ფულის ქონა რა საფულე არ იკეტება და ვიღალე ზმაო რა ვიღალე. To use. Короче, ეს ძმა ჰოსტი ძანჯიგარია რა. და ეს ტურისტი ჩინელი ტვინს უთქვას. 1 საათი ეძახის რამდენი გადახტევიდეს სადღაც. ძალიან ძვირი იყო, ძალიან ძვირი იყო და ნუ. 3 or 4. ავიგეთ რომ სადღაც ტაქს გამეს ჯიგარო.
დავანებე თავი რა. ამაზი ფერები, კაიჩიცო, ველი ავაზეც გავიჩიტე. God, oh my God, what is going on? ყველაფერს რო ხტები სად რა წერია. ვართ ახლა დიდ ბაზარში. სადაც შეგიძლია იყიდო ყველაფერი. ხალი ბევრი ხალიჩა. სულ ყველაფერი. დღეს ის არის ხუთშაბათია, დასვენების დღეო. კაციშვილი არ იქნება ახლა ბაზარშიო, მაინც ნუ წადი რაღაცას ნახავო, მაგრამ ესე გახურულიაო და ანუ რავი. ეს ბაზარი არის, ნუ რაღაცა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი და მსოფლიოში და ანუ ხალხი რატო კაიფობს ამბობთ ბაზრობა. ანუ კაი ძალიან დიდია. და კაი ხალიჩები იყიდება, მაგრამ ანუ ბაზრობა. ანუ პირველი ასეც გეუბნებიან ტურისტს არის, რომ წადი ბაზრობაზე და რაც შემიყალე მინდა ბაზრობაზე, რომ მინდოდი წავიდოდი მათ დიდუბეში და ვივიდი ბაზრობაზე. არ მნიშვნელობა აქვს ატყრა რა. მაგრამ ეს რაღაცებია, ვატრაკე მე მგონი, მაგრამ მაგრამ რა გითხრათ? ლოკალი მაქსი თქვა. ამრედი ძალიან გავმიბარე გემოაქვს. ცოტა სვანახოჭას გემოაქვს, ცოტა ლიმნის გემოაქვს. ესეთი კიშკა რა. ვფიქრობ რა და გაინტერესებს თქვენ და რავი, ალბათ ეს და გაინტერესებს რა, რაღაცა ის არის. მეჩეთს აი ეს ფეხსაცმელი აქ რატოდებს მაგაზე ერთად ვიფიქროთ. შედა ვიჯონ სიმაღლეზე. ასეთი ამბებია. ესე ამოდის საბაგირო. ქვევიდან ზევით. ანუ წამიდელი შთამბეჭდილება გაგიზიაროთ, ანუ ბუნებასაც შეეხება, ეხლა ნახე ასეთი სვეტია რა. არის როგორი წითელი ქვები და რაღაცა ის წყალი და ანუ ეს რელიეფის ანახავად ძალიან თესლოა არის რა, ძალიან ვაიმე არ გადავარდეს. არ გადამივარდეს ტელეფონი რა. ანუ ძალიან თესლია, ხო ახლა აი ეს მაყლებს რა. ახლა თვითონ ქალაქი როგორც იქიდან არის და რაღაცა ანუ აი ძალიან დიდი ქალაქი არის. პატარა კუსტო, აი ოაზისი ძმაო. ძალიან დიდი ქალაქია და აი ქაოტურია და ესე უინტერესოა მე თუ მკითხავ რა. ანუ აი ვიღაცას ერთად რო ვიყო გავერთობოდი ხო ასე ხარ. ვიღაცა ვისაც ინტერესები გააჩნია და წამიყვანდა სადმე დამაზარიდა და მას მიკაიფებდი რა და ეხა ჩემი რაღაცა მუზეუმებში წავიდე რაღაცა აი მეზარება რა. აი მარტო რელიეფებით ძალიან კარგად ვტკბები და მარტო ქალაქებით ვერ ვტკბები. Deep. Oh my goodness, like, oh my god. Короче, ყველაფერი ისეთი რთული არის. ანუ ყველა პატარა დეტალი არის რთული რა. პირველი დეტალი რაც რთული არის, რომ ყველაფერი წერია არაბული სკრიპტით, ფარსიზე რა, ანუ სპარსულად. მათ შორის რიცხვებიც სხვანაირია. ანუ რიცხვებსაც ვერ ხედავ, გესმით? და მაგის გარდა Google არ მუშაობს მაგალითად რამ ქვეყანაში, ანუ Google Maps-ზე რო შევიდე, ანუ კი ხედავ რუკას, მაგრამ რო დავაჭირო ადგილს და directions დავაჭირო, გზას არ აჩვენებს. და ამ ხალხის სხვა აპლიკაციაში ყველაფერი ისევ სპარსულად წერია.
და ძალიან რთულია რომ აი ტაქსის დროს დავუხსნა რომ locations დააჭიროს და მივიდეს, იმიტომ რომ მის რუკაზე უნდა ვიტოვო ხელით. ხო ხვდები, ანუ აი ყნაურია короче და ანუ აი ყველა ეგეთ პატარა რაღაცა პროსტა ჩალენჯია და თან გადაობაა პროსტა ანუ აი დიდი ხანი გაგიჟდები რა ყოველდღე ესაკეთო. არ ვიცი. მაგრამ ნუ აი ხო რა აი ყველაფერი ცოტა უფრო რთულია. პატარაზე და ჯამში საკმაოდ რთულია ყველაფერი რა. ეხლა მაღაზიაში ვთხოვე ვიღაც იმას რომ გამომიზახოს ტაქსი, იმიტომ რომ თუ არ გაქვს აქაური ნომერი, მოკლედ რა. აუბრაც სუპია, იმის დედავატირე. ასწავლე. ანუ ძალიან კაი ჭამა არის აი ეს ადგილებში რა. სასადილოსავით არის ხო აზეხა? დავუშვათ ფულს იხდი ქაბაბში და მე კიდე სალატს და სუპსაც მოგიტანენ რა. ეხლა ერთ 10 ლარს გადავიხდი ამაში, 8 ლარს ობა. სუპში, სალატში და ქაბაბში. სუპი იყო სასწაული. და აი ახლა რა და აქაურები ჭამეს სულ რა. თავარი ბლუდას მოვიდა. ნუ აქ თურმე რამხელა ქაბაბი იმალებოდა, ძმებო, რამხელა დესერტის მოვიდა. ესლი ფულია რა. რაღაცნაირია. ესეთია, ქაღალდია, უფრო დიდია. ცოტა მძიმეა კეში და ამოიღებ დათვლი მილიონებს. მიცემ 3 მილიონი ნახევარს რომ შეჭამ. არა, მილიონერი ხარ. ხო და აქ მორჩა ჩვენი ვლოგის დღე, ეს ვარ მე. მოვიდა საღამო და დღეს უნდა და ვაღამო. ნახონდეს. პოზიბო.